ნახეთ, რამდენად დაიმდაბლა თავი უფალმა. ჩვენ ხო ძირითადად სამწუხაროდ ესე არ უნდა იყოს, მაგრამ ძირითადად ხო ისეთ რაღაცებს ვასწავლით ერთმანეთს, რაც ჩვენ თვითონ არ გაგვიგია. ძირითადად ხო ესე ვართ, მოდით ვაღიაროთ სიმართლე. ჩვენ არ ვისწავლია ჯერ არაფერი და სხვებს ვასწავლით ყველაფერს. ძირითადად ესე ვართ, მაგრამ ნახეთ უფალმა ცნება ისე კი არ მოგცა, რომ თვითონ გაიარა ყველაფერი, თვითონ ყველაფერი გაიარა, თვითონ ყველაფერი პიროვნულად გამოცადა და ისე გითხრა. ანუ რომ გითხრა, რომ ერთ ლოყაში გაგარტყავენ, მეორე მიუშვირე, ისე კი არ გითხრა, რომ თვითონ ეს არ გაუგია. თვითონ ეს გამოცადა მთელი სიმძიმით. და ისე გითხრა. როდესაც გითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი, ისე კი არ გითხრა ჰაერზე. იმიტომ რომ კარგია, არა. თვითონ გააკეთა, ჯერ თვითონ თქვა, ჯვარზე გაკრულმა, მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რა სჭადიან და ასე გვასწავლა ჩვენ, თუ გიყვარდეს მტერი შენი. იყავით მოწყალენი, რო გითხრა, ესეც ესე. მთელი სახარების განმავლობაში შეხედეთ. თავმდაბალი იყავი, გვეუბნება, ესეც გვასწავლა, როგორ უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დღესაც იგივე არჩევანის წინაშე ვდგევართ ჩვენ ადამიანები ზოგადად, რომ დაუჯეროთ გველს, რომელიც გვეუბნება, რომ უფალს შურს ჩვენი და მას არ უნდა ჩვენი კეთილდღეობა და იმიტომ გვთავაზობს ჯვრით სიარულს ამ ქვეყანაზე. თუ არ დაუჯერებთ ეშმაკს და ვიტყვით, რომ არა, ჩვენმა უფალმა, ჩვენმა შემოქმედმა ასე გითხრა და ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ. თუნდაც ეს მრავალი ჭირის მოთმენას უდრიდეს. ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თუ საკუთარ თავში არ მიიღო, 1000 წელი რომ მიაროს ეკლესიაში, მას არაფერი სარგებელი აქედან არ ექნება. ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. 1000 წელი რო იაროს ეკლესიაში. მერთმა შეგვაძლებინოს, გავმეორდები, რომ ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ავირჩიოთ ვიწრო გზა, რომელიც უფალმა გითხრა, რომ მიდის სასუფეველში. ეს არ არის იოლი, მაგრამ ღვთისწყალობით შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ამ გზაზე მან თვითონ გაიარა და თვითონვე დაგვეხმარება. ოღონდ თუ ჩვენ შევეცდებით, რომ სინანულით, ორჩილებით, დამდაბლობით გავყვეთ და დაუჯეროთ მის ცნებებს. ერთმა დაგვეცო და გავყვეთ.